მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რაკურსი ევროპისკენ, მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი მიქელაძე გახლავართ. დღეს შედარებით ატიპიური გადაცემა გვექნება იმ მნიშვნელობით, რომ დღეს სტუმარი არ გვეყოლება, თუმცა ვისაუბრებთ დღის მთავარ თემაზე, ისრაელისა და ირანის ომზე, გარდა ამისა ვისაუბრებთ ბუნებრივია ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე ბოლო კვირის განმავლობაში მომხდარ საკითხებთან დაკავშირებით და ასევე ვისაუბრებთ გარკვეულ სტატისტიკაზე, რომელიც ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მაყურებელმა როგორც ასეთი ზუსტად იცოდეთ. ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ერთობლივი მასშტაბური დაბომბვა დღეს დილიდან დაიწყო, რასაც მოყვა ირანის პასუხით, თუმცა რაკეტები არა მარტო ისრაელის, არამედ მეზობელი ქვეყნების მიმართულებითაც ისროლეს, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზები და ფლოტია განლაგებული. პირველადი განცხადებებით ეს იქნება შეტევის პირველი ეტაპი, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება 4 დღე გაგრძელდეს. რა იქნება შემდეგ, უცნობია. ანა ვაშაყმაძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში დეტალებით. ანა, გისმენთ. დიახ, გიორგი, ისრაელისა და ამერიკის ერთობლივი იერიშში ირანზე და უკვე ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სამხრეთ ირანში მდებარე სკოლაში 40 ადამიანი დაიღუპა ინფორმაციას. ამის შესახებ Associated Press-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, სულ მცირე 45 ადამიანი დაშავდა ქალაქ მინაბში, სადაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ერთ-ერთი ბაზაა განთავსებული. პარალელურად ირანის ეროვნული უშიშროების საბჭო ირანელებს სიმშვიდის შენარჩუნებისა და უსაფრთხოების მიზნით სხვა ქალაქებში გადასვლისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატებისა და ისრაელის ოპერაციები გაგრძელდება თეირანსა და სხვა ქალაქებში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ირანის შეიარაღებულმა ძალებმა გამანადგურებელი პასუხი გასცეს ისრაელს. ეს ირანული რაკეტები კი უტევენ ჩრდილოეთ ისრაელს. მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გამოცხადებული უსაფრთხოების ზომები. მოქალაქეები სპეციალურად მოწყობილ თავშესაფრებში ჩადიან. ისრაელის პრემიერი კი აღნიშნავს, რომ ირანს მკვლელი ტერორისტული რეჟიმი მართავს და არ შეიძლება მას ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ნეთანიაჰუ ოპერაციის შედეგად ირანელი ხალხის გათავისუფლებაზე საუბრობს. ამ მკვლელ ტერორისტულ რეჟიმს არ უნდა მიეცეს უფლება შეიარაღდეს ბირთვული იარაღით, რომელიც საშუალებას მისცემს საფრთხე შეუქმნას მთელ კაცობრიობას. დადგა დრო, რომ ირანელი ხალხის ყველა ეთნოსმა მოიშორონ ტირანიის უღელი და შექმნან თავისუფალი და მშვიდობის მაძიებელი ირანი. უახლოეს დღეებში ოპერაცია ლომის ღრიალის დროს ყველა ჩვენგანს მოთმინებისა და შინაგანი ძალის გამოვლენის ვალდებულება ექნება. ერთად დავდგებით, ერთად ვიბრძოლებთ და ერთად უზრუნველყოფთ ისრაელის მომავალს. ჩვენი ერთობლივი მოქმედება შექმნის პირობებს იმისთვის, რომ მამაცმა ირანელმა ხალხმა საკუთარი ბედი საკუთარ ხელში აიღოს. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გეგმა ესკალაციური დარტყმების სერიას ითვალისწინებს ზიანის შესაფასებლად გამოყოფილი შესვენებებით. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. შეერთებული შტატების მაღალი რანგის ოფიციალური პირის თქმით, ამერიკამ ესკალაციური დარტყმების სერია შუალედური ეტაპებით დაგეგმა. წყარო ამბობს, რომ თითოეული რაუნდი 1-დან 2 დღემდე გაგრძელდება. შესვენებებით ძალების აღსადგენად და საბრძოლო მოქმედებების დროს მიყენებული ზიანის შესაფასებლად. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, რომ ირანი ტერორისტი სახელმწიფო და მსოფლიოს უდიდესი ტერორიზმის მასპონსორებელი ქვეყანაა. დონალდ ტრამპი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს. ირანის ტახტის მემკვიდრე კი აცხადებს, რომ ამერიკის ეს ქმედება არის ჰუმანიტარული ინტერვენცია, რომლის მიზანია ისლამური რესპუბლიკა და მისი რეპრესიული აპარატი და არა ირანი ან მისი დიდებული ხალხი. ცოტა ხნის წინ ამერიკელმა სამხედროებმა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ჩვენი მიზანია ირანის რეჟიმის ძალიან სასტიკი და საშინელი ხალხის ჯგუფისგან მომდინარე გარდაუვალი საფრთხის აღმოფხვრით ამერიკელი ხალხი დავიცვათ. ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსს, შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას მოგიწოდებთ, რომ იარაღი დაყაროთ. თქვენ სამართლიანად მოგექცევიან ან გარდაუვალი სიკვდილის წინაშე აღმოჩნდებით. მიმართავთ დიდებულ ირანელ ხალხს. თქვენი თავისუფლების საათი ახლოვდება, როდესაც ჩვენ დავასრულებთ მთავრობას თქვენ გადაიბარებს. ირანსა და ისრაელს შორის დაწყებულ დარტყმებს უკვე მოჰყვა მსოფლიო გამოხმაურებები. ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ირანში მიმდინარე მოვლენებზე ღრმა შეშფოთება გამოთქვეს. გიორგი?
მადლობა, პირდაპირ ეთერში ანა ვაშახმაძე შემოგვიერთდა, რომელიც ირანზე დაწყებულ შეტევაზე საუბრობდა, როგორც იცით, ისრაელმა და ამერიკამ დაიწყეს დილიდან ირანზე შეტევა, ასევე ირანმა განახორციელა დარტყმებებმათ შორის იორდანიაში, საუდის არაბეთში, ემირატებში, ბაჰრეინშისა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. უკვე იყო ემირატებისა და საუდის არაბეთის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შესაძლოა უპასუხოდ არ დასრულდეს, თუმცა უცნობია კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ ეს ქვეყნები, შეგახსენებთ, სწორედ ეს ქვეყნები იყვნენ ინიციატორები იმისა, რომ ირანთან საკითხები მოლაპარაკების გზით მოგვარებულიყო და ასრულებდნენ მათ შორის შუამავლის როლს. ეხლა გადავიდეთ სხვა საკითხებზე. მაგალითად, ევროკავშირს დაუბრუნდეთ, ხშირად წარმოდგენა ევროკავშირზე ახმებითა და ძველი 1990-იანი წლების გაგებით ხდება, რის გამოც ადგილობრივ დონეზე ბევრი საერთოდ ვერ ხდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების უკან რა დგას, ან არის თუ არა ეს რაიმე გადაწყვეტილება. ჩვენი გადაცემის არსებობის მანძილზე ჩვენი ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამ განსხვავებების ახსნაა. პირობითად, ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომელიც არაწევრ სახელმწიფოების მიმართ იწერება, არანაირ იურიდიულ ძალას არ წარმოადგენს, თუმცა ეს რეზოლუცია შესაძლებელი იქნა გაითვალისწინონ ან არა. რაც შეეხება ევროკომისიას, ეს უკვე ნამდვილად მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და 1 ნოემბრიდან ამ წლის ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელიც არჩეულია ევროკომისიის ხელმძღვანელად, ახალი კაბინეტი ეყოლება, რომელმაც ბრიუსელი უნდა მართოს მინიმუმ 2029 წლამდე. უცნაური კი ის არის, რომ და რამაც ბევრი უკმაყოფილება გამოიწვია, ევროპაში ესაა ბალტიისპირელი პოლიტიკოსების ჭარბი უმრავლესობა ფონ დერ ლაიენის კაბინეტში. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავისი გუნდი წარადგინა, რომელიც მომდენო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის ყველაზე მძლავრ ინსტიტუტს უხელმძღვანელებს. ევროკომისიის ახალი შემადგენლობის მუშაობა ფოკუსირებული იქნება ისეთ საკითხებზე, როგორიც კლიმატის ცვლილება, უკრაინის ომი და ჩინეთის დომინირება. პირველი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, ითვალისწინებს პოლიტიკურ რეკომენდაციებს. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები აგებულია კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის გარშემო. ეს არის ძირითადი მიმართულებები. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობაზე ფონ დერ ლაიენმა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი წარადგინა, რომელიც ჯოზეფ ბორელს შეცვლის. კაია კალასი, როგორც უკვე იცით, ჩვენი უმაღლესი წარმომადგენელი და ვიცე-პრეზიდენტი იქნება. ევროპული სამრეწველო სტრატეგიისა და შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფანე სიეჟურნე იქნება. ის ამ თანამდებობაზე მას შემდეგ წარადგინეს, რაც ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა მოულოდნელად უარი თქვა ევროკომისიის ახალშემოდგომაში შესვლაზე. მან მიღებული გადაწყვეტილება ფონ დერ ლაიენთან კონფლიქტით ახსნა. პირველად ევროკომისიაში თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა გაჩნდა. მას ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის სპეციალური მომხსენებელი რუსეთის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსი დაიკავებს. ანდრიუს კუბილიუსი იქნება თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარი. ის იმუშავებს ევროპის თავდაცვის კავშირის განვითარებაზე და ჩვენი ინვესტიციებისა და სამრეწველო შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ეკონომიკისა და წარმოების ევროკომისრის პოსტზე ფონ დერ ლაიენმა ლატვიელი ვალდის დომბროვსკისი წარადგინა. სლოვაკი მაროს შეფოვიჩი უნდა გახდეს ეკონომიკური უსაფრთხოების კომისარი, ხოლო ესპანელი ტერესა რიბერა კონკურენციის კომისარი. თავად ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ხელმძღვანელი მეორე ვადით დარჩება. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მისი უწყების ახალშემოდგომაში უნდა იყოს 11 ქალი, რაც შეესაბამება 40%-იან კვოტას. ევროკომისიის ახალი შემადგენლობა თუ კი ევროპარლამენტი ყველა კანდიდატს დაამტკიცებს, მუშაობას 1 ნოემბრიდან შეუდგება. ხა დაუბრუნდეთ ქართულ ევროპულ ურთიერთობებს, აქ რამდენიმე ფაქტორია ბოლო კვირაში. ერთი ბრიტანეთის მოქმედება მართალია, ბრიტანეთი თავად აღარ არის ევროკავშირის წევრი, თუმცა ბევრ საკითხში, რომელიც გეოპოლიტიკას ან მესამე ქვეყნებს ეხება, რომელიც ევროკავშირის წევრები არ არიან, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ხედვა ხშირ შემთხვევაში ერთია. ამასთან განსხვავებით ევროკავშირისგან, სადაც რაღაც გადაწყვეტილების მიღებას ყველას საერთო ხმა სჭირდება, ხშირ შემთხვევაში ასეა, ბრიტანეთში ამის საჭიროება არ არის. თუმცა იმედისა და პოსტების დასანქცირება ბევრისთვის მესამე ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირ ჩარევა აღიქმება. ოპოზიციის ნაწილი სხარულს ვერ მალავს ამის გამო, ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ეს მოქმედება თამაშის ყველა წესის დარღვევა და უპირობოდ მიკერძოებული გადაწყვეტილებაა. კითხვა დავსვი ბატონ ელჩთანაც, რა მიზნები აქვს მცდარი ინფორმაციების მიწოდება დედაქალაქისადმი, რომელიც საფუძვლად ედება ასეთ გადაწყვეტილებას. საგარეო საქმეთა მინისტრის კითხვებს დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი პასუხობდა, რა მტკიცებულებების საფუძველზე დასანქცირდა ორი ქართული ტელეკომპანია. მაკაბოჭორიშვილის თქმით, აღნიშნულ კითხვებზე ელჩისგან კონკრეტული პასუხები ვერ მოისმინა. 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც
რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გადაწყვეტილებაც მიიღო ლონდონმა. ეს არის პირდაპირ თავდასხმა საქართველოს საზოგადოებაზე, ბუნებრივია ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ, ისევე როგორ ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დაზუსტებაში. დიდი ბრიტანეთის მიერ დასახელებული მოტივი, რომ დასანქცირებული ტელეკომპანიები რუსულ დეზინფორმაციას ავრცელებენ, კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს პირველი დიპლომატისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ლონდონში გავრცელებული ინფორმაცია თბილისიდან მიწოდებულ დეზინფორმაციას ეყრდნობოდა. ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას და რა თქმა უნდა ჩვენ ელჩს მოვთხოვეთ თუ რას ეფუძნება ის შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ. მე მოვისმინე მხოლოდ და მხოლოდ ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია თუ რას ეფუძნება აი ეს შეფასებები. ეს არის ის ბრალდებები, რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ. საგარეო უწყებაში 1 საათიანი შეხვედრის შემდეგ ელჩმა უწყება ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ბრიტანულ სანქციებს ორი ქართული მედიის წინააღმდეგ ოპოზიცია ეთანხმება და საერთაშორისო დონეზე დაზიანებულ რეპუტაციაზე საუბრობს. ქართული ოცნების ოპონენტებისთვის ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში გაუგებარია. ნაცვლადებისა, რომ ამ საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელიმე საგარეო პოლიტიკური მიზანი და ამოცანა აღესრულებინა, ნაცვლადებისა, რომ ინვესტიციების შემოეტანა, ნაცვლადებისა, რომ ევროპულ კავშირთან ეწარმოებინა ადეკვატური ურთიერთობები და განახორციელებინა საქართველოს კონსტიტუციით მასზე დავალებული ფუნქციები. ბოჭორიშვილმა ეს სამინისტრო აქციას სამარცხვინო კანტორად ზოგადად ალბათ ჯობდა, რომ მათ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის დაზიანების ნაცვლად ეზრუნათ იმაზე, რომ ეს ურთიერთობები პირიქით უფრო მაღალ ეტაპზე გადასულიყო, დააზიანა ურთიერთობები დიდი ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ახლა დღეს ეს ვითარება, რა ვითარებაში სამწუხაროდ არის ქვეყანა, ნამდვილად არ არის გასაკვირი. დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის მცდელობა და ბრიტანეთის ეკონომიკური კავშირები რუსეთთან. მართველი გუნდი პარალელებს ავლებს და დაწესებულ სანქციებს პოლიტიკურად მოტივირებულ და გაუმართლებელ გადაწყვეტილებად აფასებს. იმედისა და პოსტების წინააღმდეგ გამოშვებული სანქციები ეს პირდაპირ არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. თავად ბრიტანეთი თურმე აქტიურად თანამშრომლობს ეკონომიკურად რუსეთთან. საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიები სადღაც 8 მილიარდ ფუნტამდე სავაჭრო აქტივობას ანხორციელებენ და ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ თურმე რუსული ნარატივის გავრცელებისთვის დასანქცირდა იმედი და პოსტივი. თავისუფალი სიტყვა არ უნდა ისმოდეს, საზოგადოება უნდა იყოს მათი აზრით ჩაკეტილი თავიანთი ბაბლის, აი მრუდე, დეგრადირებულ საინფორმაციო ლაბირინთში და ალტერნატიული აზრი სიტყვა, რომელიც არ ესადაგება დღეს სოფლიოში მოქმედ არაფორმალური მმართველობის საცეცეების შეხედულებებს, ის უნდა იყოს ამოძირკული მათი შეხედულებით საინფორმაციო ველიდან. 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის განზრახ გავრცელების მიზეზით დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები იმედი და პოსტივი დაასანქცირა. ბრიტანეთის ელჩის განცხადებებს და მოთხოვნას, რომ საქართველოსაც დაუწესოს სანქციები რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ ტერი ჩვენსგან 500 მეტრშია, შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა, ის ასევე იმედისა და პოსტივის საკითხს გამოეხმაურა. გავარკვიეთ თუ რატო სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს, ეთქვა იმიტომ რომ პოსტივისთვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ თუ კი რაიმე შეიძლება შეეხმობოდეს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ესე უпрост ყოვლისა მისი ელჩის მიერ მომზადებული საკითხები. საქართველოში მოქმედებს მეხუთე კოლონა, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება და ეს არის მტკიცებულება. დღემდე არც ერთმა მედია უფლებების დამცველმა კოალიცია, ორგანიზაციამ, რა ვიცი, ლეგიონია მათი სახელი, არც ერთმა ხმა არ მოიგო, როცა უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას. პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხოდ არ დატოვა ოპოზიციის წერილი ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი, სადაც ოპოზიცია ითხოვს ზომებს მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა ის ფაქტია, რომ ამ ზომებით შეიძლება საქართველოს მთლიანად დაზარალდეს, რადგან საუბარი ევროკავშირის მხრიდან მათ შორის ეხება ვიზა ლიბერალიზაციის სრულ გაუქმებასაც, თუმცა ამ საკითხის რეალისტურობა ჯერ არ ჩანს, მაგრამ თავად ოპოზიციის მხრიდან მსგავსი მოქმედება ხელისუფლების მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. ევროკავშირი ხელმძღვანელობა
ჩვეულებრივი შანტაჟიორები არიან, რომელიც აშანტაჟებენ მთელ ერს. შანტაჟის თავარი სათქმელი არის ის, რომ ქართველო ხალხო, ან დაემორჩილებით ჩვენ ნებას და იქნებით გააკეთებთ იმას, რაც ჩვენ გეტყვით, რასაც ჩვენ გეტყვით. თქვენს მოსამართლეებს ჩვენ დავნიშნავთ, თქვენს პროკურორებს ჩვენ დავნიშნავთ. დაგაკანონებინებთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, როგორც ამას თხოვენ ახლა ყველას. მიგაღებინებთ ამ კანონს, გაგაუქმებინებთ ამ კანონს, რასაც ჩვენ გეტყვით, იმას გააკეთებთ, ან ამას გააკეთებთ, ან არა და მაშინ მოგიწევთ მოხვიდეთ ჩვენთან საელჩოში ვიზის ასაღებად. აი ამ დონეზე ფიქრობენ ქართულ ხალხზე, რომ ქართულ ხალხი თავისუფლებასა და ვიზას შორის აიჩევს ვიზას. ამ ყველაფრის პარალელურად კიდევ უფრო წინ მიდის წყალქვეშა კაბელის პროექტი, როგორც იცით, ევროკომისიამ საქართველოზე და შემდეგ შავი ზღვით მიმავალ კაბელს, რომელსაც ენერგეტიკული ფიჭური და ონლაინ კავშირების გაძლიერების დანიშნულება აქვს, უკვე მიანჭა ორმხრივი ინტერესის ნიშანი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი, ასე ვთქვათ, აუცილებლად უნდა დასრულდეს. მეტიც, ევროკომისიის მეტაკვლევით ეს კაბელი მთელი ევროკავშირის სტრატეგიულ სამიზნედ ითვლება, არა მარტო ეს საუბარია შუა დერეფანზე და ზოგადად ანაკლიის პორტის, მათ შორის საქართველოს გამავალი მაგისტრალური გზისა და სწორედ ამ კაბელის მნიშვნელობაზე. მოკლედ რომ თქვათ, პოლიტიკური განცხადებების იქეთ სტრატეგიულ ეკონომიკური პროცესები დაჩქარებულად ვითარდება და ერთგვარი ორმხრივი სიტუაცია იქნება, როდესაც პოლიტიკურად იგივე ხელისუფლების მოქმედებები კრიტიკის ქარცეცხლში ეხება, თუმცა ეკონომიკურ ასე ვთქვათ ფლანგზე პირიქით შექება ხდება და წახალისება და ასე ვთქვათ ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობა. კომპანია ჩეზი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი კომპანია ამ კვლევის ეფექტურად განხორციელებაში, მათ აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება, შესაბამისად ამ პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი კომპეტენციის კომპანიის არსებობა და მან განახორციელოს ეს კვლევითი ეტაპი. შავი ზღვის კაბელი, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. ეს პროექტი უკავშირდება ევროპის ბაზარს, რაც გარკვეულწილად დიდი ბიძგი იქნება საქართველოში ენერგეტიკული ბიზნესისთვის, საქართველოში გენერაციის ობიექტები, რომლებიც უახლოეს მომავალში ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს, რომ 4000 მეგავატის ფარგლებში შეიქმნას, ძალიან დიდი мотиваცია იქნება ევროპის მაღალანაზღაურებად ბაზარზე გასასვლელად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპისთვის, რადგან ელექტროენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელება ერთმანეთთან დააკავშირებს ორ რეგიონს, საქართველოს, რომელსაც აქვს ელექტროენერგიის გამომუშავების მაღალი პოტენციალი და ევროპას, რომელსაც ელექტროენერგიის მოხმარებაზე მაღალი მოთხოვნა აქვს. ტექნოლოგიური და ტექნიკური ასპექტების გათვალისწინებით პროექტი საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. იმედი გვაქვს, რომ კვლევის შედეგების საფუძველზე საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ერთობლივი მუშაობით პროექტი წარმატებით განხორციელდება. როგორც ხედავთ, ერთის მხრივ, ასე ვთქვათ, დაძაბულობა პოლიტიკურ ფრონტზე და განვითარება ეკონომიკურ ფრონტზე და ამის ფონზე ბუნებრივია წარმოიქმნება განცდა, რომ მოქმედებს ასე ვთქვათ ორმაგი სტანდარტი, ანუ ვისაც რაც აწყობს, იმის მიხედვით იქცება, თუმცა ეს პოლიტიკისთვის და ზოგადად ისტორიისთვის ახალი ნამდვილად არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ ბევრისთვის სიახლეს წარმოადგენს, რომ ხშირ შემთხვევაში რაღაც განცხადებები არ შეესაბამება საქმეს. ამ ნაწილში ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ და ჩვენ გადაცემაში ამაზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, თუმცა მე გაგაცნობთ რამდენიმე სტატისტიკას იმ ფორმატში, რომ ბოლო კვირაში საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს არ უწესებს სანქციებს რუსეთს და ამაზე გააქტიურდა მოთხოვნა, თუმცა ხელისუფლების პასუხი იგივეა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს არ აპირებს სიცოცხლის ან სიდუხჭირის საფრთხე შეუქმნას თავის ქვეყანას, მით უმეტეს, რომ თავად ევროპის ქვეყნები განაგრძობენ რუსეთთან ვაჭრობას, ზოგიერთმა კი გარკვეულ პროდუქციაზე გაზარდა ვაჭრობის რაოდენობა, მაგალითად ბალტიისპირეთმა ღვინოზე. გარდა ამისა, ისიც ფაქტია, რომ ოკუპანტები 500 მეტრში დგანან ქვეყნის მთავარი მაგისტრალისგან. ამ ნაწილში ოპოზიციის დიდი ნაწილიც მთავრობას კი უწუნებს ზოგად ურთიერთობას ევროპასთან, თუმცა საჯაროდ სანქციებს მათი ნაწილიც არ ეთანხმება ზუსტად იგივე ლოგიკით და აქვე გაგაცნობთ რამდენიმე სტატისტიკას მნიშვნელოვანი მიმართულებით ევროკავშირსა და ნატოს ქვეყნებს შორისსა და რუსეთს შორის ვაჭრობა 2022-26 წლებში. დავიწყოთ ნავთობით, მე რეჟისორს ვთხოვ, რომ ეკრანზე გვაჩვენოს სტატისტიკა და სრულად გამოიყვანოს საუბარი, რომ დავიწყოთ ნავთობით საუბარი.
მაგალითად 2022-25 წლებში მთლიანობაში 155 მილიარდი ევროს ნავთობია შეძენილი. აქ საუბარია როგორც პირდაპირ შეძენაზე, ასევე ირიბად შეძენილზე, რაფინირებულ ნავთობზე, რომელიც ძირითადად თურქეთისგან და ინდოეთისგან შეიძლება, თუმცა ორიგინალში ეს ნავთობი რუსულია და ბუნებრივია რუსეთი ძღებულობს აქედან შემოსავალს, ჯამში 155 მილიარდი, თუმცა როგორც თავად ევროკავშირში აცხადებენ, ეს ნავთობი კლებას ექვემდებარება, რადგან მაგალითად 2022 წელს ეს იყო 97 მილიარდი ევრო, 2023-ში ჩამოვიდა 33 მილიარდზე, 24-ში 12 მილიარდზე, როგორც ეკრანებზე ხედავთ, წელს იყო 6 მილიარდზე ოდნავ მეტი და 2026-ში იქნება დაახლოებით 2 მილიარდი და ევროპაში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2028 წლისთვის სრულად შეწყდეს რუსული ნავთობის შესყიდვა, თუმცა ბუნებრივია, რა თქმა უნდა, რუსული ომის მანქანა საკმაოდ გამდიდრდა იმით, რომ 155 მილიარდზე მეტი ევრო მიიღო ნავთობის გაყიდვებით რუსეთმა და ბუნებრივია ეს ვნებს პირველ რიგში უკრაინას. საერთოდ ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანი თანხები, რაც რუსეთმა ევროკავშირისგან მიიღო, ბევრად აღემატება იმ თანხებს, რაც მიიღო ევროკავშირმა, მიიღო უკრაინამ ევროკავშირისგან. მაგალითად, გადავიდეთ ბუნებრივი აირის მონაცემებზე, მეორე სტატისტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ბუნებრივი აირი 2022-ში 47 მილიარდი, 23-ში 15 მილიარდი, 14.5 2024-ში, თითქმის 10 მილიარდი 2025-ში და 5 მილიარდი 2026-ში. ბუნებრივი აირის ნაწილში უფრო რთულია გათავისუფლება რუსული ბუნებრივი აირისგან. აქ კიდევ ერთი ფაქტორია, რომ ძირითადი შემწყიდველი ევროკავშირის ძირითადი, ასე ვთქვათ, რესურსების მომწოდებლები გახდნენ ნორვეგია და ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა განსხვავებით რუსული ენერგომატარებლებისგან ეს ენერგომატარებლები უფრო ძვირია და მთლიანობაში ევროკავშირი ამჯერად მიუხედავად რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოწყვეტის გამო უფრო მეტს ხარჯავს ნორვეგიული და ამერიკული ბუნებრივი აირისა და ნავთობის შეძენაზე, თუმცა მიდის მოლაპარაკებები, რომ დაახლოებით 2030-35 წლების პერიოდში ეს ფასები ნორვეგიულსა და ამერიკულ ნავთობზე და გაზზე გახდეს ისეთივე, როგორიც ჰქონდა ევროკავშირს რუსეთთან 2022 წლიდან უკრაინის ომის დაწყებამდე. შემდეგი მონაცემები, რომელიც მინდა გაჩვენოთ, ეს არის მეტალებთან დაკავშირებული, ისევ პირდაპირი და ირიბი გზებით, აქაც როგორც ხედავთ 12 მილიარდი 2022 წელს 8 მილიარდი 23-ში 5 24-ში 2.5, 25-ში და მილიარდი იქნება 2026-ში. ეს ვაჭრობა ბევრად უფრო შემცირებულია, ბუნებრივია და ეს რუსეთის ეკონომიკას ძალიან მძიმედ და ძვირად აწვება, თუმცა მეორეს მხრივ მის გამო, რომ რუსული ეკონომიკა საომარ თაღზეა ახლა მომართული, ძირითადი თანხები, რაც არ უნდა შემოდიოდეს, თუ მანამდე სხვა მიმართულებებით ნაწილდებოდა, ახლა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ხმარდება ეს თანხები. შემდეგი მონაცემები არის სხვა ენერგეტიკული მატარებლების, მაგალითად ხედახის მასალები, აქაც 3 მილიარდი იყო 2022 წელს, რაც დაახლოებით 60%-ია მთლიანად ევროპის მიერ შეძენილისა, შემდეგ უკვე მილიარდზე ჩამოვიდა 2 წლის განმავლობაში და 2026 წელს უკვე 500 მილიონზე ჩამოდის, თუმცა კვლავ როგორც ხედავთ, თანხები შედის რუსეთის მიმართულებით, თუმცა ბევრად უფრო ნაკლები. აქაც 2028 წლისთვის იგეგმება სრულად, ასე ვთქვათ, გათავისუფლება რუსული სხვადასხვა იგივე ენერგომატარებლებისგან. მე ვთხოვ რეჟისორს შემდეგი მონაცემი და გრაფიკი გვაჩვენოს. ამ შემთხვევაში ზოგადი იმპორტი ყველაფერზე თლიანობაში 2022-25 წლებში იყო 560 მილიარდი, ანუ ევროკავშირისგან რუსეთმა მთლიანობაში ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო 560 მილიარდი ევრო, მაგალითად 2022 წელს 300 მილიარდზე მეტი, 2023 წელს ეს ჩამოვიდა 120 მილიარდზე, 2024 წელს 80-ზე, 25-ში ეს იყო 60 მილიარდი, 2026 წლისთვის იმ ყველა კანონმდებლობის გათვალისწინებით, რაც ევროკავშირმა ახლახანს მიიღო, 5 მილიარდზე უნდა ჩამოვიდეს, თუმცა აქაც ჯერჯერობით ბოლომდე ეს საკითხი არ არის გარკვეული, როგორც ხედავთ, ტენდენცია კლებისკენ ნამდვილად მიდის, თუმცა იმ 4 წლის გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ ევროკავშირისგან რუსეთს 560 მილიარდი ევრო აქვს მიღებული, რაც ძირითადად, როგორც ცნობილია, დაიხარჯა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე და ეს თანხა ორჯერ მეტია იმაზე, თუ რაც მიცა ევროკავშირმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში. შემდეგი მონაცემი მინდა გაგაცნოთ. აქ საუბარია, რომ ბუნებრივი აირის ზოგადი წილი, რაზეც ვისაუბრეთ უკვე, 51% 2025 წელს ევროკავშირის მიერ მიღებული ბუნებრივი აირისა 51% კვლავ მიმოდიოდა რუსეთზე და მხოლოდ იანვარში 2026 წლის რეკორდი დაფიქსირდა და რუსეთმა 10 მილიარდის
მილიარდი ევრო მიიღო ბუნებრივი აირის გაყიდვით ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებში. თუმცა, როგორც გითხარით, 2026 წლისთვის გათვალისწინებულია კლება. მე ეს შემდეგი მონაცემი გვაჩვენოს ვაჭრობასთან დაკავშირებით. გაგაცნობთ კიდევ ერთ მონაცემს. ოფიციალურად აკრძალულია 2022 წლიდან, თუმცა ირიბად ან კანონის ავლით, როგორც გითხარით, დღემდე შედის თურქეთისა და ინდოეთის გავლით რაფინირებული ნავთობი ევროკავშირში. სრული შეწყვეტა დაანონსებულია 2026 წლიდან. გარდა ამისა, ატომური ენერგეტიკა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. რუსეთის წილი ზოგადად მსოფლიო ბაზარზე, იგივე გამდიდრებული ურანის კუთხით, კი ყაზახეთსა და კანადაზე მოდის ბევრი, თუმცა გამდიდრებული ურანის ნაწილში რუსეთის წილი მთელს მსოფლიო ბაზარზე 20%-ია. მაგალითად, ამერიკულ ატომურ ენერგეტიკაში რუსეთის გამდიდრებული ურანის წილი 19%-ია და თავად ამერიკა მიუხედავად ყველა სანქციებისგან მთლიანად სანქციის გარეშე დატოვა ეს ნაწილი, აღნიშნა რა ეს თავისი ენერგეტიკული უსაფრთხოების გამო, საფრანგეთის შემთხვევაშიც იგივე იყო 24%. აქაც საუბარია იმაზე, რომ რა თქმა უნდა რუსეთისგან დამოკიდებულება უნდა დასრულდეს, თუმცა ეს 2035 წლამდე განსაკუთრებით ატომურ ენერგეტიკაში პროგნოზირებადი ნამდვილად არ არის. მინდა შემდეგი მონაცემიც გაგაცნოთ და მთავარი. მას შემდეგ რაც ევროკავშირი აღარ ნელ-ნელა წყვეტს რუსეთთან ურთიერთობას, რუსეთმა დაიწყო თავისი ენერგომატარებლების არა ნატოს წევრ ქვეყნებზე გაყიდვა და ამ მხრივ მთლიანობაში ბოლო 4 წლის განმავლობაში, ანუ ბოლო 2022, 23, 24 და 25 წლებში ტრილიონ 200 მილიარდის შემოსავალი მიიღო, მაგალითად ჩინეთისგან მხოლოდ ენერგომატარებლებზე 370 მილიარდი, წელიწადში დაახლოებით 80 მილიარდს ხარჯავს ჩინეთი რუსულ ენერგომატარებლებში, ინდოეთმა 200 მილიარდი და თურქეთი 120 მილიარდი და ჩვენ ვიცით, რომ ეხლა ხან შედგა შეთანხმება ამერიკასა და ინდოეთს შორის, რომ ინდოეთმა ნელ-ნელა შეწყვიტოს რუსული ნავთობის შეძენა, თუმცა მთლიანობაში რუსულ ნავთობზე უარის თქმა 2027 წლამდე შეუძლებელი იქნება. თურქეთთან მსგავს შეთანხმება ჯერ არ დადებულა და თურქეთი ჩვეულებრივად აგრძელებს რუსული ენერგომატარებლების შეძენას და ასევე მესამე ქვეყნებზე გაყიდვას. ჩინეთის კი საერთოდ არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით განცხადება და როგორც თავად ამბობენ, ისინი გააგრძელებენ რუსული ენერგომატარებლების შეძენას და შესაბამისად ამ მხრივ საკმაოდ ცუდი სიტუაცია უკრაინისთვის, რადგან მიუხედავად ყველა ეკონომიკური სანქციისა, რუსეთი იმაზე ნაკლებს იღებს ევროკავშირისგან, ვიდრე იღებდა და ბევრად ნაკლებს, 80-85%-ით შემცირდა ეს ყველაფერი, თუმცა ამ თანხებით, რომელიც ევროკავშირისგან ჯერჯერობით მაინც შედის, მთლიანად იკვებება რუსული ომის მანქანა და პარალელურად გაიზარდა ვაჭრობა არა ნატოს წევრ ქვეყნებთან და შესაბამისად ასე ვთქვათ, რუსეთი ცდილობს დააბალანსოს ეს სფერო. ეს რა თქმა უნდა დიდხანს ვერ გაგრძელდება და ეს სანქციები თავის გრძელვადიან პერიოდში თავის როლს შეასრულებს და ალბათ 2000 სადღაც ყველა ეკონომიკური ასე ვთქვათ პროგნოზით 2027-28 წლებში ეს ყველაფერი რუსეთისთვის ძალიან ცუდად უნდა დასრულდეს, თუმცა 2028 წლამდე საკმაოდ დიდი დროა და შესაბამისად უკრაინისთვის კი ყოველი დღე ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ვითარებიდან ზოგადად ის დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ საქართველოსთვის როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე უბრალოდ ორმაგი სტანდარტი გამოდის სანქციებზე. ვარის თქმა, დღეს ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია, მე შემდეგ შაბათს დაგიბრუნდებით.